საქართველოსთან ურთიერთობის დათბობის ერთ-ერთ ფაქტორად პრეზიდენტმა პუტინმა რუსული გაზის ევროპულ ფასად შესყიდვა დაასახელა. ექსპერტების განცხადებით, გაზის ფასის მატებასთან ერთად საშუალო შეძლების ოჯახს გადასახადებში შემოსავლის ნახევარზე მეტი დაეხარჯება. ბუნებრივი აირის გარდაუვალ გაძვირებას კი ელექტროენერგიისა და პროდუქტების გაძვირებაც მოჰყვება. ეს სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემებია. 2006 წელს მინიმალური სამომხმარებლო კალათის ფასი 24.7%-ით გაიზარდა. 12 თვეში 22%-ით მოიმატა ელექტროენერგიისა და გაზის ფასმაც. ბოლო მონაცემები არის დეკემბრისთვის, 2006 წლის დეკემბრისთვის და შეადგენს 118 ლარს. წინა თვეებში რა გასულ წლის დასაწყისში იანვარში იგივე მაჩვენებელი იყო 95 ლარი, 94.6 ლარი. ანუ გაიზარდა თუ? შესაბამისად გაიზარდა, ეხლა არის 118 ლარი და იყო 95 ლარი. ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ გაზის საფასურის გარდაუვალ ზრდას პროდუქტების ფასის მკვეთრი ზრდაც მოყვება. ექსპერტი და ეროვნული ფორუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკო ორველაშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლო კრიზისის დასაძლევად ხელისუფლებას საკმარისი ბერკეტი გააჩნია. თუნდაც სემეკი როლ მოწოდებული იყოს ამ შემთხვევაში დაიცვას საქართველოს მოსახლეობის კანონიერი ინტერესები, სრულად რეალური და შესაძლებელია ამ შემთხვევაში მოხდეს ზეგავლენა ხელისუფლებაზე ისე, რომ აზერბაიჯანიდან წამოსული $120 რესურსი ექსკლუზიურად მიეწოდოს ყარს, ტრაღს, გაზს, რომელიც თბილისს ამარაგებს გაზით და ასევე გაზგამანაწილებელ კომპანიებს რეგიონებში და ასეთ შემთხვევაში რყევა გაზის ფასში შეიძლებოდა საერთოდ არ ყოფილიყო. დავდივარ. 80 წლის ემა დომენიკოვა მარტოხელა პენსიონერია. მისთვის გაზის ქურა და გამათბობელი ფუფუნების საგნებია. ემას ერთადერთ ოთახში 3 გრადუსი სითბოა. ამიტომ დროის უმეტეს ნაწილს კომუნალური ბინის სამზარეულოში ატარებს. ძალიან საშინელება, ძალიან ეგ რა არის? ყველაფერი გაძვირდა. ძალიან ძნელია. მოსახლეობის უმეტესობა გაზისა და ელექტროენერგიის საფასურის შესაძლო მატებას კატასტროფას უწოდებს. თბილისელები აცხადებენ, რომ გადასახადების დასაფარად ისედაც მცირე კვების რაციონის კიდევ უფრო შემცირება მოუწევთ. ჩვენ ხელფასი უნდა მოუმატო ადამიანს. მერე მოუმატო გაზის ფასი. ხელფასი ძალიან ცოტა მაქვს მე თვითონ ხელფასი და ყოფნის მარტო თითქმის გადასახადებზე, მეტარაფერზე. ან ფასება საკონზე რომ მოიმატოს? უკვე კატასტროფული ის იქნება საკრებულო ისე რომ ხელფასი არ ეკოხა ადამიანს. თუ რამე სხვა წყარო არ გამომიჩნდა შემოსავლის, ალბათ თავისთავად რაღაცას კიდევ უფრო მოვიკლებ. პროდუქტების კატასტროფული მომარება არ ვიცით რა იქნება, რა გაზის მომატება ხო საერთოდ გაგვანადგურებს ყველაფერზე. რა ვიცი რაღაცნაირად იქნება როგორმე მოიფიქრონ რაღაც ამთავრებელთ რომ მართლა დავიღუპებით. გაზის საფასური სავარაუდოდ მარტიდან მოიმატებს. მათთვის, ვინც დღეს თავს ქუჩაში სიმღერით ირჩენს, წარსულის თემა უფრო აქტუალური, ალბათ სწორედ გაზაფხულიდან გახდება. Sadaris